დღეს ვაქვს ესეთი სურათი, რომ მედია სამწუხაროდ. და არ არის ბოლო დროინდელი სურათი, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და გამოწვევებია, გაჯერებულია ალბი ამბებით, მიკერძოებული საინფორმაციო გადაცემებით, ფაქტის დამახინჯებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვადასხვა ნიშნით პოლარიზაციის გაღვივების, სიძულვილის ენის დათესვით, რაც საბოლოო ჯამში მედიის გავლენის, საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბიდან გამომდინარე, უკვე გაცდა იმ ჩარჩოებს, რაც მედიაში არსებული გამოწვევა და პრობლემა ჰქვია, ის უკვე გადავიდა საზოგადოებაში და ძალიან მარტივი ტესტი და მაგალითი შეგვიძლია ამისი მოვიყვანოთ, თუ რაოდენ პოლარიზებას ახდენს მედიიდან გამოწვეული ზეგავლენა უკვე საზოგადოებაში, თუ რაოდენ პოლარიზებულია საზოგადოება, რაოდენ მიუღებელი ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა, დაპირისპირება, რაც ყველანი თანხვდებით, რომ ასე ვერ გაგრძელდა არა და ზიანდება საზოგადოება სხვადასხვა საბოლოოდ ზიანდება მაყურებელი და ზიანდება ჩვენი საზოგადოება. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ან კანონმდებლის მოგონილი, ან ახლა დღეს მე როგორც კომისიის წარმომადგენელი ძალიან ბევრ სხვადასხვა ანგარიშებში არის ასახული თუ რა ხდება დღეს მედია გარემოში. ამიტომ რეგულაცია და კანონის ახსულება მისი უმთავრესი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ ამ მავლე ზეგავლენისგან უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება. პოლარიზაცია ყველგან სახელდება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ამ შემთხვევაში თქვენი პასუხი, როგორც ხვდებით, ეს არის, რომ რაღაცნაირად მოხერხდეს დაახლოება საერთო ენის გამონახვა სხვადასხვა ჯგუფებს შორის. სერიოზული პრობლემაა. შესაძლებელია, არ არის ეს მიუღწეველი საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ყველანი მიუხედავად ასთა სხვადასხვაობისა, ძალიან კარგად ვაანალიზებთ საბოლოო ჯამში ამ ნეგატიური გავლენის შედეგებს და შეგვწევს ერთობლივი ძალისხმევით ის, რომ მედია დაუბრუნოთ მაღალ სტანდარტებს.